გამარჯობათ, ამ ვიდეოში აგიხსნით პრეზენტაცია როგორ შეგიძლიათ შექმნათ ძალიან მარტივად AI-ის გამოყენებით. ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ChatGPT-ს. შეგიძლიათ მიწეროთ, რომ პრეზენტაციის შექმნას ნებისმიერი თემის შესახებ, როდესაც მორჩება ტექსტის შედგენას, აირჩიეთ კოპირება, გახსენეთ Word-ის ფაილი და ჩააგდეთ მთლიანი ტექსტი. აქ ზედმეტი ტექსტი რაც არის შეგიძლიათ წაშალოთ, ამ დიდის მიხედვით შეადგინოთ პრეზენტაცია. შეგიძლიათ შექმნათ PowerPoint-ის ფაილი, NES, ახსენით. დააკლიკეთ ერთხელ, რომ გაახსნას პირველი სლაიდი. და დავიწყოთ თავიდანვე, უბრალოდ დაკოპირება და ჩაგდება ჭირდება. პირველ სლაიდში გვეუბნება, რომ სათაური უნდა დავწეროთ. შემდეგ განმარტება. შეგვიძლია თავიდანვე გადავიდეთ დიზაინში, დავირჩიოთ ნებისმიერი ტიპის დიზაინი. მარჯვენა ღილაკი new slide და გავაგრძელოთ. შეგვიძლია პირდაპირ სახელი დავაკოპიროთ აქედან. Slide 2 არ გვჭირდება, ეს უბრალოდ მინიშნებულია, რომელ სლაიდზე რას ვწერთ. და ასე შემდეგ. ვაკოპირებთ სათაურს, კონტენტს და ვსვავთ პრეზენტაციაში. ამ შემთხვევაში თუ სათაური ცოტა დიდი არის, შეგიძლიათ უბრალოდ გაწიოთ ეს, სანამ ერთ ხაზზე არ გადავა სათაური. როდესაც ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გადახედოთ მთლიან პრეზენტაციას, გადაიკითხოთ, რაიმე არასწორად არ იყოს. თუ ისეთ ადგილას უნდა წარადგინოთ პრეზენტაცია, სადაც აკრძალულია AI-ის გამოყენება, შეგიძლიათ ტექსტის ედიტირება გააკეთოთ ჯერ, რომ არ იყოს ძალიან მექანიკური და არ დაადგინონ, რომ AI-ია. აი მაგალითად, შეგიძლიათ წაშალოთ ეს დაში და ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი მოკლე ტირეთი. იცრების მაგერ შეგიძლიათ დაწეროთ აი ეს. და ასე შემდეგ. კორექტირების შემდეგ შეგიძლიათ მოძებნოთ სურათები, რომელსაც ჩასვათ ამ პრეზენტაციაში. როდესაც გადახვალთ სურათებში, გადადით color transparent, რომ მივიღოთ გამჭვირვალე ფოტო. და პირდაპირ შეგიძლიათ წაიღოთ და აქ ჩასვათ. წავლით კუთხეში ხელი და დააბატარავეთ. შეგიძლიათ გადაადგილოთ ტექსტი, რომ უკეთესად გამოჩნდეს ფოტო. ასევე შეგიძლიათ დაასათაუროთ, ვის მიერ არის შედგენილი ეს პრეზენტაცია. თუ მაგალითად არ გინდათ, რომ აქვე ჩასვათ ამ ტექსტში, შეგიძლიათ მონიშნოთ ეს ტექსტის ბოქსი, დააკოპიროთ და ახლიდან ჩასვათ. შემდეგ ამის ჩამოვიდა დაბლა, დაწერთ ნებისმიერ ტექსტს. თითოეულ გვერდზე ცარიელ ადგილებში შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ფოტო ჩასვათ, მაგალითად ამ შემთხვევაში ძველი ლეპტოპი შეგვიძლია ჩავსვათ. აქაც იგივე გავაკეთოთ tools color transparent. კი ბატონო. და უკვე საკმარის სურათებს რო ჩასვათ, უკეთესია ბოლო გვერდზე ჩასვათ რაიმე სურათი. შეგიძლიათ შეინახოთ და სულ ეს არის. გადასვლების ეფექტების დამატება არ არის აუცილებელი, სადა პრეზენტაცია უკვე საკმაოდ პროფესიონალურად გამოიყურება. თუ მაგალითად გინდათ, რომ ქართულად დააწყოთ ეს პრეზენტაცია და AI-ის გამოყენება გინდათ, ქართულ ენაზე ყველაზე კარგად მუშაობს Gemini, Google AI Studio და შეგიძლიათ ეგ გამოიყენოთ ამ შემთხვევაში. შეგიძლიათ ჩაწეროთ პირდაპირ aistudio.google.com, რომელიც გადაგიყვანთ ამ საიტზე, რომელთაც
თქვენ იმეილით შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ საიტზე და გამოიყენოთ როგორც ChatGPT. მადლობა ყურადღებისთვის. თუ ეს ვიდეო დაგეხმართ, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.